ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ღია კენჭისყრით ხმის დამთვრალი კომისიის 15 წევრი აირჩიეს. ხვალ სწორედ ისინი შეარჩევენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. თავმჯდომარეობის სურვილით სულ 6-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ნიკოლოზ კვანტრიშვილი კანდიდატურის ჩახსნას აპირებს. 14 დეკემბერს კომისიის წევრებმა არჩევანი ირაკლი ყანდაშვილის, გიორგი მარიამიძის, მანუჩარ ჭუმბურიძის, ირაკლი ჩომახაშვილისა და მუხრან ღურწკაიას შორის უნდა გააკეთონ. ამასთან ხვალინდელ კრებაზე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც. მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული. მინდა უსურო თითოეულ კანდიდატს ახალ მმართველობას, რომ პირველ რიგში იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიის ინტერესებით, პროფესიის დამოუკიდებლობის და თვითმმართველობის გაძლიერების ინტერესებით, იყვნენ თითოეული ადვოკატის გვერდით და საერთო ჯამში ეს ორგანიზაცია გახდეს ის მძლავრი ინსტრუმენტი, რაც უზრუნველყოფს ჩვენ ქვეყანაში სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას. ადვოკატთა ასოციაცია არის და უნდა იყოს როგორც ერთიანი პროფესიული გაერთიანება, აპოლიტიკური. ადვოკატთა ასოციაცია არ არის პოლიტიკის ბრძოლის ველი. თითოეული ადვოკატი, რა თქმა უნდა, თავისუფალია ნებისმიერი სახის შეხედულება იქონიოს, ხოლო ადვოკატთა ასოციაცია მისი თავმჯდომარე ყოველთვის სადარაჯოზე იქნება თითოეული ადვოკატის შეხედულების და მათ შორის მათი უფლებების დაცვის. მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, მე მგონი, რომელიც არ აპირებს კენჭისყრას და კანდიდატურის მოხსნას აპირებს, როგორც კი სიტყვით გამოვალ მაშინვე. მე ხმას მივცემ იმას, ვინც მეტყვის, რომ გაისათ ამ დროს ამ რაღაცეებს გავაკეთებ და თუ ვერ გავაკეთე, გადავდგები. თუ ამას ვერ მეტყვის, მაშინ მატყუებს და არ მივცემ ხმას არც.